ივნისის ჯავშნების სრულად გაუქმდა ზარალი 200,000 ლარს აჭარბებს. ასეთია პირველადი ეფექტი ისრაელი-ირანის კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე საქართველოს ტურისტულ სექტორზე. ტურისტული კომპანიების მიღმა შესაძლო ზარალზე საუბრობენ სამედიცინო ტურიზმისა და სათამაშო ინდუსტრიის წარმომადგენლებიც. ანუკა ჯოხაძე საუბრა ბიზნესის წარმომადგენლებს და შეფასებებით ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ანუკა, რას ამბობს კერძო სექტორი? მით უმეტეს მაშინ, როდესაც ისრაელის ბაზარი საქართველოს ტურიზმის შემოსავლებში მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა 2025 წლის პირველ კვარტალშიც. ინე ჯერჯერობით ზუსტ მოლოდინებზე და პირდაპირ ეფექტზე საუბარი სექტორს უჭირს და ამბობენ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე. პირველადი ეფექტი ტურიზმის ინდუსტრიამ, რაც უკვე რეალობაში დაინახა, გაუქმებული ჯავშნებია ტურისტულ კომპანიებს და სასტუმროებს. ისრაელის მოქალაქეების მხრიდან ივნისში ჯავშნები ამოცემულობით სრულად აქვთ გაუქმებული. ზარალი კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში კი 200,000 ლარს აჭარბებს. ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ყვებიან, რომ გასული წლისგან განსხვავებით წელს ისრაელიდან ჯგუფური ტურები მომრავლდა და ამ დროისთვის სრულად დაჯავშნილია მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონი. Uti ჯგუფი არის გაუქმებული მთელი ივნისის და სამწუხაროდ არც ივლისის მონაცემები არ გამოიყურება კარგად, თუმცა ამ ეტაპზე ივლისი არაა გაუქმებული, მაგრამ სრული ივნისის თუ არის გაუქმებული. ეხლანდელი ზარალი ბევრად უფრო დიდია, მაშინ თან ძალიან მალე აღდგა. სიტუაცია მალე გამოსწორდა, შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, ანუ ესეთი გაუქმება, რომ წინასწარ ერთი თვის სრული ჯავშნები გაუქმებული იყო პირველი შემთხვევაა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. რასაც ველოდებოდი, ეს არის 5 კარგი დიდი ჯგუფი, დაახლოებით 200 კაცამდე, 200 ადამიანამდე და რომელიც დაახლოებით, მოდი ასე ვთქვათ, $20,000-მდე მოგების რაღაცა ესეთი პროპორციული ის სასტუმროები, რომელიც ამ 200 ადამიანისთვის ჰქონდა დაჯავშნილი. დავალო ჯამში აქ დაახლოებით რაზე ვსაუბრობთ, იცით, დაახლოებით 200 ადამიანი, დაახლოებით $120,000-130,000 შემოსავალზე, რომელიც ქვეყანაში უნდა შემოსულიყო. ნეგატიურ ეფექტს ელოდებიან სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებიც, რომელთა მომხმარებლებში დიდი წილი სწორედ ისრაელის მოქალაქეებზე მოდის. სექტორული ასოციაციის ხელმძღვანელი გულხსნის, რომ გასულ წელს ამ ქვეყნის მოქალაქეებზე კაზინოებში 35% მოდიოდა, რაც ბათუმში მდებარე ობიექტებისთვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა. ჩარშან 35%-მდე იყო ისრაელის მოქალაქე, ვინც იღებდა აზარტული თამაშების სერვისს და ეს მარტო აზარტული თამაშების სერვისზე არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი, როდესაც ადამიანი ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და იღებს რაღაცა კონკრეტულ, ესე ვთქვათ, სერვისს, ის იღებს სასტუმრო მომსახურებას, ყიდულობს პროდუქტს, დადის რესტორანში და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს საკმაოდ გავლენა იქნება, განსაკუთრებით ბათუმის რეგიონისთვის, იმიტომ რომ ბათუმის რეგიონი ასე თუ ისე მაინც დამოკიდებულია აზარტულ თამაშებზე და ეს მომხმარებელი თუ მოაკლდება, შესაბამისად ბათუმის რეგიონს მთლიანად მოაკლდება რაღაცა კონკრეტული შემოსავალი და შესაბამისად ეს ნეგატიურად იმოქმედებს. ჯავშნები უქმდება აზიის ქვეყნებიდან მომავალი ტურისტების მხრიდანაც. კომპანია ტოპტურში გვიხსნიან, რომ ისინი ისრაელის ბაზარზე არ მუშაობენ, თუმცა გაუქმებული ფრენების გამო საქართველოში დაგეგმილი ტურისტული ვიზიტები ბოლო დღეებში ვერ განხორციელდა, მაგალითად ინდოეთიდან მათი შეფასებით გაუქმებულია ივნისის ჯავშნები, თუმცა რისკის ქვეშაა მომავალი პერიოდიც. ავიაკომპანიები, რომლებმაც ან ჩვენ საჰაერო სივრცეში ვერ შეძლეს გადმოკეთა, ეს იყო ინდიგო, ინდოეთის ავიახაზები, ეს იყო ყაზახეთი, ეს იყო ერაყიდან მიმოსვლა, რუსეთი, ძალიან ბევრი. მოგეხსენებათ, რომ ძირითადად მუშაობთ ჩვენ აზიის ქვეყნებზე და შესაბამისად, ანუ ავიამიმოსვლა არის იმ ქვეყნებიდან, რომელსაც ირანის ან ისრაელის სავარაუდოდ საჰაერო სივრცეები უნდა გადმოკეთონ და სამწუხაროდ გაუქმდა არა კონკრეტულად რაღაცა პერიოდით, არამედ არავინ არ იცის როდის აღდგა. არის ისეთი ავიაკომპანიები, რომლებმაც უკვე შეძლეს მაგალითად იგივე ინდიგომ შეძლო უკვე ახადგინა დღეიდან უკვე შესაძლებელია ფრენები. ივნისის ბოლომდე ჩვენი კომპანიის მაგალითზე შემიძლია გითხრათ 20 ტური აქედან 5 დიდი ჯგუფი გაუქმდა, იმიტომ რომ არ იციან მათ რა მოხდება, როგორ მოხდება, ეს ძალიან ცუდად აისახება რა თქმა უნდა თითოეულ კომპანიაზე და ჩვენს ქვეყანაზე.
თბილისის და ბათუმის აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები კვლავ უქმდება, როგორც აეროპორტის მმართველ კომპანიაში შტაბ-ჯორჯიაში BMG-ს უთხრეს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჯამში 6 ფრენა გაუქმდა, 4 თელ-ავივის, ხოლო 2 თეირანის მიმართულებით. თბილისის აეროპორტში დღეს 7 ფრენაა გაუქმებული, 5 თელ-ავივის, თითო დუბაისა და თეირანის მიმართულებით. 13 ივნისის შემდეგ, რაც ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება დაიწყო, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 40-ზე მეტი რეისია გაუქმებული. უფრო მეტ ინფორმაციას თუ რა წილი ჰქონდა საქართველოსთვის ისრაელიდან ტურისტულ ნაკადს, ამას უკვე ჩვენ შემაჯამბელ გამოშვებაში მოისმენთ. მადლობა ანუკა. ტურიზმის სექტორზე ისრაელ-ირანის კონფლიქტის გავლენაზე ანუკა ჯოხაძე საუბრობდა.